ვირტუოზი პიანისტი ქალი, რომელსაც დაეღუპა შვილი, ამ ნიადაგზე არის დეპრესიაში და აღარ უნდა დაკვრა და კარიერას დაანება თავი და მის გარშემომყოფები ძალიან შეწუხებულები არიან ამ ფაქტით, იმიტომ რომ მის გარშემო მის ყოფილი ქმარი, მისი მეორე ცოლი, მისი მენეჯერი ყველა რაღაცა დოზით ამ ქალის ცხოვრობით ცხოვრობდნენ. საკმარისია მიცვალებულის დასატირებლად. მე უკვე გადავხარში. ეხლა აქ ხალხი მოვა და კარგი იქნებოდა, შხაპი მაინც მიდიო. ეს ხალათი მაინც გამოგეცი. აი. სკალერის ისეთი ცოტა რთული ხასიათის, მაგრამ ბევრ რაღაცას პატიობდნენ და პატიობენ, იმიტომ რომ ძალიან იჭერია და ძალიან კარგად უკრავს. აყურებლის, ან მკითხველის ამ შემთხვევაში ინტერპრეტაციის ამბავია ჩვენ თუნდაც აი რეპეტიციების დროს ძალიან ბევრს საუბრობთ ამაზე და ყველა სხვადასხვა შეხედულება ქონდა, ვთქვათ, რაოდენ დამნაშავეა ეს ქალი, არ არის დამნაშავე, იმიტომ რომ როგორც ცხოვრებაში ამბივალენტური პერსონაჟია და არ არსებობს რა თქმა უნდა მარტო კარგი ან მარტო ცუდი, ასევე ჩემთვის უინტერესოა ეგეთი პერსონაჟი. ამ ქალსაც აქვს ძალიან ბევრი რაღაცაში თავის გამართლება, ძალიან ბევრი რაღაცაში არ აქვს გამართლება, ვთქვათ, იმიტომ რომ არა იმიტომ რომ ცუდი დედა იყო ან ის დედა ვერ იყო როგორც ვთქვათ იმ შულს სჭირდებოდა, არამედ იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი სხვა ფორმა შეცდომის და როგორც გამოხატავდა რაღაცა გარკვეულ რაღაცებს, ალბათ ამან დიდი დაღი დაასვა ამ შვილსაც და მის გარშემომყოფ ყველა ადამიანს. ჩვენ ის ბავშვი მივატოვეთ, მე შვილი არასოდეს გინდოდა. სამ პატარა იყო, ხალხში და გაიზარდა. უცხო გახდა ჩვენთვის მე მოკდა. სულ ეს არის მისი ბიოგრაფია. მისი სიმსივნე ჩვენ ვიყავით. შენ და მე. მე ვთვლი რომ ყოველთვის რაღაცა დიდი გადაწყვეტილების წინოთ გახარ, ყოველთვის არჩევანიც რაღაცას კარგავ, რაღაცას ახალს იძენ. ეს არ არის აუცილებლად უარყოფითად კონოტირებული, ანუ არ ნიშნავს რომ ეს აუცილებლად ცუდია. მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა დოზით, რა ვიცი, ჩემთვის პირადად როგორც ადამიანისთვის ესეთი აქტუალური თემაა კი. საათია გელოდები სახლში მანქანით მომიყვანეს. რა მოხდა რა გჭირს? დაჯექი. დაჯექი. გარე საზოგადოება ყოველთვის ამას ცხვირში ადენს და იმიტომ და აძახებს და მთელი ცხოვრება რაღაცა მინუსად უტოვებს თუ თქვათ პრიორიტეტი მიანიჭა საქმეს და არა ვთქვათ ოჯახს. ესეც არის დანაკარგებზე, რომელიც ცხოვრებაში ხდება, რომელსაც ჩვენ თავად კარგავთ ჩვენ თავიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რაღაცა ვთქვათ, სხვა რაღაცის შეძენა გვინდა და ამას გვიან აღვიქვათ. რა თქმა უნდა, ეს თემა არის ამ პიესაში. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ თემად არის და უფრო მე ვიტყოდი დანაკარგი და ალბათ საფასურის თემა, ანუ რა საფასურს იხდის ადამიანი. ის თუ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვთქვათ ლივშტაინი, იმისათვის რომ იყოს ლივშტაინი.